ჩtildeოეთის მეფე ტახტზე ავიდა. გასულ კვირას ენდი ბარნჰემი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დამტკიცდა. მას შემდეგ რაც პარლამენტში მისი ლეიბორისტი კოლეგების მიერ აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრობისთვის მისი კამპანია ძირითადად შიდა პოლიტიკაზე, მაგალითად უთანასწორობისა და ჩtildeოეთ სამხრეთის დაყოფის შემცირებაზე იყო ორიენტირებული, მან ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზეც ისაუბრა. მან დაგმო ჰამასის ქმედებები 7 ოქტომბერს. მაგრამ ასევე გააკრიტიკა ისრაელის პოლიტიკა ღაზაში და ასევე დასახლებულების ძალადობა. ეხლა ჩვენთან ერთად მანჩესტერიდან არის რაფი ბლუმი, ებრაული ლიდერობის საბჭოს მეურვე. გამარჯობა და მადლობა რომ აქ ხართ. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრების მხრივ ბევრი ცვლილება მოხდა და რა თქმა უნდა საბჭომ გამოხატა თავისი შეშფოთება მისი ისრაელისადმი დამოკიდებულების გამო. ვიცი რომ ეს საკითხი ყველა ბოლო პრემიერ-მინისტრთან იყო აქტუალური, მაგრამ კონკრეტულად რა გაწუხებთ ბერნჰემთან დაკავშირებით? კარგი, ვფიქრობ პრემიერ-მინისტრ ბერნჰემის კომენტარებთან დაკავშირებით ისრაელსა და ღაზაზე. პირველ რიგში მივესალმეთ მის მიერ ანტისემიტიზმთან ბრძოლის ნულოვანი ტოლერანტობის კიდევ ერთხელ დადასტურებას და ასევე ვეთანხმებით მას, რომ სრულიად სწორია ეს თანაარსებობდეს ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის ლეგიტიმურ კრიტიკასთან. მაგრამ პრობლემა რაც მის განცხადებასთან ჰქონდა იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან მოკლედ ახსენა 7 ოქტომბრის საშინელებები, 8 ოქტომბრიდან მოყოლებული, მან ფაქტობრივად ისრაელი დაადანაშაულა ყველაფერში რაც მოხდა და მან არანაირი პასუხისგებლობა არ დააკისრა ჰამას პალესტინელებს, ირანს, მათ რეგიონულ პროქსებს მომდევნო თითქმის 3 წლის განმავლობაში მიმდინარე ომისთვის. და ვფიქრობ ეს ის საკითხია, რაზეც ნამდვილად უნდა ქონოდა პრეტენზია. გარდა ამისა, როდესაც ის გამოჩნდა ინტერვიუში გარი ლინეკერთან და ლინეკერმა გაიმეორა გენოციდის ტყუილი. პრემიერ-მინისტრმა ბარნჰამმა არ გააპროტესტა ეს და არ თქვა, რომ სინამდვილეში ესე არ არის, ეს სიმართლე არ არის და ისრაელი გენოციდში დანაშაულად არ ცნებულა. ამიტომ ვფიქრობ, რაც ჩვენ გვინდა, რომ პრემიერ-მინისტრ ბარნჰამს გაუსვათ ხაზგასმით, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტზე ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და დაბალანსებული შეხედულება წარმოაჩინოს, რადგან სიტყვებს შედეგები აქვს. და თუ თქვენ არ მიაწერთ პასუხისგებლობას და არ აღიარებთ იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც ჰამასმა ითამაშა, არა მხოლოდ ოქტომბრის მე-7-ს, არამედ შემდგომშიც, მაშინ თქვენ ამხნევებთ ბრიტანეთში იმ ადამიანებს, რომლებიც სურთ ამნონ ბრიტანელ ებრაელებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო. და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან აღიაროს. ეს არის ის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მას მივაწოდეთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. თქვენ თავად მჭიდროდ თანამშრომლობდით მასთან. ის იყო დიდი მანჩესტერის მერი და ასევე მუშაობდით ჰოლოკოსტის განათლებაზე. ანუ როგორი იყო თქვენი ურთიერთობა და რადგან მანჩესტერსა და ამ რეგიონში დიდი ებრაული საზოგადოება, ქონდა თუ არა მას კარგი ურთიერთობა ებრაულ თემებთან, რომ შეგიძლიათ ენდოთ, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გააკეთებს ყოველას დასაცავად. რაც შემიძლია ვთქვა ენდი ბარნჰემზე, ჩემი სამუშაო ურთიერთობის თვალსაზრისით. და მე მჭიდროდ თანამშრომლობდი მასთან, როგორც ებრაულ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, ასევე სოციალური ზრუნვის მიმართულებით. ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ის გამორჩეული მეგობარი იყო ჩვენი მანჩესტერის, დიდი მანჩესტერის ებრაული საზოგადოებისათვის. დიდი დახმარება და მხარდაჭერა ჩვენი ადგილობრივი ებრაული საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის. განსაკუთრებით იმ სოციალური ზრუნველობის ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენ საზოგადოებაში მხოლოდ მრავალ გაჭირვებულ და დაუცველ ადამიანზე და მე მასთან ახლოს მუშაობდი ჰოლოკოსტის განათლების საკითხებზე ჩემს ორგანიზაციაში. ფეთში გვაქვს პროექტი სახელწოდებით ჩემი ხმა, რომელიც იწერს ჰოლოკოსტის გადარჩენილთა და მოწვეულთა სულ ცხოვრებისეულ ისტორიებს, რომლებმაც თავი დააფუძნეს Greater Manchester-სა და ჩრდილო-დასავლეთში, ხოლო შემდეგ უკვე ქვეყნის მასშტაბითაც. და ენდი ბარნჰემი დიდი მხარდამჭერი იყო ბევრ ღონისძიებას ესწრებოდა და ჩვენი გადარჩენილი მფლობელების ბევრ მათგანს დაუმეგობრდა. ერთ-ერთი მათგანი აიკ ალტერმანი, რომელიც ჩვენთვის მეორე მამის მსგავსად იყო და ვისთანაც ენდი ბარნჰემი ძალიან დაახლოვდა. დაიყვანა ის თავის საპარელ ევერტონის საფეხბურთო კლუბში სიტყვით გამოსასვლელად, რაც ვფიქრობ თავადაც ითხოვდა ენდი ბარნჰემის სახელით მისი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მოვლენად მიიჩნია. ამიტომაც ის აქტიურად იყო ჩართული ჰოლოკოსტის განათლებაში. მან თქვა, რომ ჩვენი წიგნები უნდა იყოს ქვეყნის ყველა სკოლაში. ამიტომ ვფიქრობ, რაც შემიძლია უთხრა მას ებრაულ საზოგადოებასთან მის ურთიერთობაზე, ჩემი გამოცდილებით ეს იყო შესანიშნავი. ის ჩვენი საზოგადოების მეგობარი იყო. ის ჰოლოკოსტის განათლების დიდი მხარდამჭერი იყო. და ვფიქრობ, რაც ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, არის ის, რომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ჩვენი საზოგადოების მხარდამჭერია.
მან თქვა, რომ სურს ანტისემიტიზმის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გქონდეს. და ამავე დროს ვაცნობიერებთ, რომ მისი კომენტარები ისრაელზე პრობლემურია. ისინი არასწორია. ისინი ერთხმევია და მათ უნდა დაუპირისპირდნენ. და ეს არის გზა, რომელსაც გაყვება გაერთიანებული სამეფოს ებრაული ლიდერობა, რომელსაც ჩვენ წარმოადგენთ. მაშ, იცით, ამ დიქოტომიის გათვალისწინებით, ცხადია ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს ებრაელებისთვის, განსაკუთრებით მანჩესტერში მცხოვრები ებრაელებისთვის. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მას მართლაც კარგი ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მხოლოდ სიტყვებზე მეტი. ცხადია, მას ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა. გაქვთ მოლოდინი ან იმედი, რომ შესაძლოა მან შეძლოს ხიდების აგება ინგლისელ ხალხსა და ებრაულ საზოგადოებას შორის. ვიცი, რომ ეს ორი განსხვავებული საკითხია. ისრაელის საკითხი მაინც რჩება და ის, რასაც ის ამბობს, მაგრამ რაც შეეხება შიდა საკითხებს, გაქვთ მაღალი მოლოდინები. რადგან ჟღერს ისე, თითქოს მას უფრო მჭიდრო ურთიერთობები აქვს, ვიდრე მის წინამორბედებს. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრ ბენჰემისთვის მართლაც მნიშვნელოვანია გააგრძელოს ის კარგი საქმე, რაც კიევსტარმერის პრემიერობის დროს გაკეთდა. ასე რომ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაფინანსება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მისასალმებელია, მხოლოდ დროებითი გამოსავალია. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ანტიებრაული რასიზმის ძირეულ მიზეზებს. არა მხოლოდ მის მწვავე გამოურინებებს, არამედ ქრონიკულ ბუნებასაც. მაგრამ მას უნდა გააგრძელოს გამოძიების განხორციელება და ლორდმენის რეკომენდაციების შესრულება ანტისემიტიზმთან დაკავშირებით ეროვნული ჯანდაცვის სამსახურში. ჩვენ სექტემბერში გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ანტისემიტიზმთან დაკავშირებით სკოლებში და ვიმედოვნებთ, რომ ის სულად განახორციელებს ამ რეკომენდაციებს. მას უნდა გააგრძელოს ბრძოლა რადიკალური ისლამიზმისა და იმ წაქეზების წინააღმდეგ, რასაც ვხედავთ ბევრ მეჩეთსა და სხვა ადგილებში. ასევე ქვეყნის მასშტაბით სათემო ორგანიზაციებშიც და ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამას. მას უნდა გააგრძელოს იმ კანონმდებლობის განხორციელება, რომელიც მიღებულია იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სიძულვილის მარშების დაგროვებით ეფექტს, რომელსაც ყოველკვირას ვხედავთ ჩვენს ქალაქში და იმ წაქეზებას, რაც იქიდან მოდის, ისეთ შეძახილებით, როგორიცაა ინტიფადის მთელ მსოფლიოში გავრცელება. ამიტომ ჩვენ დავწმუნდებით, რომ გავაგრძელეთ ამ დიალოგს, რათა დავწმუნდეთ, რომ ის გააგრძელებს ამ ქმედებებს. დიახ, როცა ის იყო დიდი მანჩესტერის მერი, ის ძალიან კაფიო იყო, რომ ჰოლოკოსტის შესახებ განათლება მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ყველა სკოლაში, რომ ეს გჭირდება ჩვენი ახალგაზრდების განათლებისთვის. ჰოლოკოსტის საშინელებების, ჰოლოკოსტის მიზეზების, იმის შესახებ თუ როგორ გადაიქცა სიტყვები ქმედებებად და ებრაელების მკვლელობად, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ის ამას გააკეთებს, ის გააგრძელებს ამას. რა თქმა უნდა, მან უნდა გააგრძელოს ეს ბრიტანეთის ებრაელების უსაფრთხოებისთვის და ამავე დროს ჩვენ გავაგრძელებთ მასთან მტკიცე და გუცვლელ დიალოგს მისი შეხედულებების შესახებ ისრაელზე და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე. და აუხსნით მას, რომ ისინი არასწორია, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მათ და რომ ამ პასუხისგებლობა ჰამასსა და პალესტინელებზე უნდა დააკისროს. მან დეტალურად უნდა ისაუბროს თუ როგორ ამზადებდა ჰამასი ღაზის სექტორს თითქმის 10 წლის განმავლობაში, როგორც მიწისქვეშ, ისე მიწისზევით ომისთვის. თუ როგორ ცდილობდა ისრაელი ქავიდან აეცილებინა სამოქალაქო მსხვერპლი. და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საუბრებს მასთან, რათა დავწუნდეთ, რომ მომავალში ამ თემაზე საუბრისას ის უზრუნველყოფს დაბალანსებულ მიდგომას, რაც ასე აუცილებელია. ასევე მისი ერთ-ერთი უფრო თვალსაჩინო დანიშნაა ედ მილიბანდი, ყოფილი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ებრაელი მშობლების შვილი, მას ჰქონდა საკუთარი დაძაბული ურთიერთობა ისრაელთან და ებრაულ საზოგადოებასთან. როგორ ფიქრობთ, რა წვლილის შეტანა შეეძლება მას და ოპტიმისტურად ხართ განწყობილი, რომ ეს მისთვის ამ პოზიციაზე მნიშვნელოვანი იქნება? ასე რომ, კიდევ ერთხელ რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩვენ დავწმუნდებით, რომ ის კონფლიქტს მიუდგება დაბალანსებული ხედვით. მისასალმებელი იყო ის, რომ თავის პირველ განცხადებაში, რომელიც დანიშვნის შემდეგ გაავრცელა, მან თქვა, რომ იმუშავებს ღაზას მოსახლეობის ტანჯვის შემსუბუქებაზე და ამავე დროს იზრუნებს ისრაელის მოსახლეობის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. რაც ვფიქრობ ჩვენ ყველას გვინდა და ყველას გსურს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მან აღნიშნა ის ფაქტი, რომ მის მშობლები დიდ ბრიტანეთში ფაშისტური დევნისგან გაქცეულებით ჩავიდნენ, ასე რომ თავისი ებრაული იდენტობა მან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ განცხადებაში წინა პლანზე წამოსწია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ისტორიულად ის პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მომხრე იყო, ვფიქრობ ჯერ კიდევ 2014 წელს. ასევე გვესმის, რომ მას სირთულეები ექნება ისრაელთან ურთიერთობის მარხვაში და კიდევ ერთხელ ჩვენ მასთან ამ საკითხზე ვიმუშავებთ. მაგრამ უდავოდ მისი თავდაპირველი განცხადება დაბალანსებული იყო. კარგი, დიდი მადლობა რაფი ბლუმი. მადლობთ.